საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არის 325 მუხლი, რომელიც გადის ტერორიზმის თავში. ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ვინც არის ის, ეტყვი რომ იყოფა თავებად, მუხლებად და ასე შემდეგ. და გადის ტერორიზმის თავში. და ზემოხსენებული მუხლი შილაპარაკი არის რომ საქართველოს პრეზიდენტზე, სხვა სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირზე ან მათი ოჯახის წევრებზე, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს სხვა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის ან მათი ოჯახის წევრების სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა დაკავშირებული მათ სახელმწიფოებრივ მოღვაწეობასთან ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 20 წლამდე აღკვეთით 7-დან 20 წლამდეო ან უვადოდო. ეს არის 325 მუხლი. Ну, ეს მუხლი მიღებული არის წინა ხელისუფლების პერიოდში, როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო უმრავლესობით საქართველოს პარლამენტში, მაგრამ ეს მუხლი დღევანდელი ხელისუფლების, ანუ მას შემდეგ რაც ოცნება არის საქართველოს პარლამენტში უმრავლესობით, გარკვეული ცვლილება იქნა შეტანილი და ეს მუხლი დღევანდელმა საპარლამენტო უმრავლესობამ და 2012 წლის შემდეგ მოსულმა პოლიტიკურმა ძალამ დატოვა. ანუ საჭიროდ ჩათვალეს ესე იგი ამ მუხლის არსებობა. ხო და თუ კი საჭიროდ ჩათვალეთ, აშკარად არის ნიშნები, რომ შესაძლებელია ზემოხსენებული მუხლის ჩადენი დანაშაულებებთანაც ჰქონდეს საქმე გუშინ წინდელ მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით. ანუ თუ გამოიკვეთება, რომ ის ჩხუბი, ანუ ის თავდასხმა მოხდა მათ სახელმწიფოებრივ მოღვაწეობასთან, ანუ ამ შემთხვევაში დეპუტატის უფლებო მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებით, მაშინ უკვე მოქმედებს ის მუხლი. 325 მუხლი. და თუ კი ჩაითვლება, რომ მათ ჯანმრთელობას არ მიადგა ზიანი ზემოხსენებული ქმედებით. ასეთ შემთხვევაში შეიძლება მათზე გაუწევდეს მცდელობა. ანუ 325 მუხლით ჩადენილი 325 მუხლით განსაზღვრული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 325 მუხლით განსაზღვრული ქმედების მცდელობა. რაც ასევე მთლიანობაში მინდა გითხრათ, ეს 325 მუხლი, ანუ გადის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიათან ითვლება, გადის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიაში. შეგახსენებთ, რომ ისეთი დანაშაული, რომლისთვისაც თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ზღვარის აღემატება 10 წელს, ითვლება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულად. ასე არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის განსაზღვრული. ხო და ჯერ მე მინდა ვთქვა ის, რომ როდესაც ასეთ მუხლებს იღებთ, ან და ტოვებთ, ხომ უნდა დაუკვირდეთ, ხომ უნდა განმარტოთ, ხომ უნდა დააკონკრეტოთ და ასე შემდეგ. ჯერ მე ეს კატეგორიულად მიმაჩნია ასეთი ჩანაწერის არსებობა, როგორ ესე იგი იმისი არ იყოს ახლა მზიამაღლობელმა, რომ სილა გააწნა პოლიციას და ახლა თავისუფლება აკვეთილია და ამ დროს პარლამენტში ჩხუბი რომ მოხდა და ჯერ დაწყებულიც არ არის გამოძიება ზემოხსენებულთან დაკავშირებით. ახლა მაგალითად ვიღაცამ რომ თუნდაც სახელმწიფოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს სილა გააწნას ეს და თქვათ სიტყვაზე მისი მკვლელობა, თქვათ მკვლელობა რომ განახორციელოს ერთი და იგივე მუხლით როგორ უნდა გადიოდეს. მაგრამ ან სილის გაწვა შეიძლება არ ჩაითვალოს ჯანმრთელობის ხელყოფად, მაგრამ ისეთი დარტყმა რომ მიაყენოს, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვათ იმ პარლამენტის წევრის ჯანმრთელობას. თუნდაც ეს და თქვათ რომ მოახდინოს მისი მკვლელობა, ეს ორი ქმედება ერთი და იგივე 7-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით როგორ უნდა ისჯებოდეს, ხომ უნდა იყოს განსხვავება ქმედებაში, ქმედების სიმძიმეში, ზოგადად სისხლის სამართალში, ზოგადად სასჯელის არსი არის მისი ადეკვატურობა, ჩადებულ ქმედებასთან სასჯელის ადეკვატურობა. ჯერ ერთი რომ იღებთ ასეთ კანონებს, ხო უნდა დაუკვირდეთ დეტალებში, ან და რომ ტოვებთ და როგორც მინიმუმ ხო უნდა დააკონკრეტოთ დეტალურად, მაგრამ რახან დატოვეთ, ესე იგი ასე ჩათვალეთ საჭიროდ, ხო? და რახან დატოვეთ დღეს ხო მოქმედებს ეს მუხლი და დიდი ალბათობით ხომ არსებობს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება იქნა ჩადენილი გუშინ წინ საქართველოს პარლამენტში, კეთილი და აქედან გამომდინარე უნდა მოხდეს გამოძიების დაწყება და დიდი ალბათობით შეიძლება გამოიკვეთოს 325 მუხლის გათვალისწინებული ქმედება. ახლა მომავალში შემდეგ თუ შეიცვლება ზემოხსენებული მუხლი
მაშინ ასეთ შემთხვევაში საქართველოს სამართალში არის ასეთი ის რომ თუ კი კანონი ამსუბუქებს ან თუ აუქმებს ქმედების დანაშაულებრივობას ან ამსუბუქებს ჩასწევს, მაშინ კანონს უკუქმედობის ძალა აქვს. ასეთ შემთხვევაში მიეცემა იმ მოხსნას უკუქმედობის ძალა, მაგრამ დღეს ხომ ეს მუხლი ასე არის. ხო და დიდი ალბათობით იმ მუხლის ქმედებაა ჩადენილი. დანარჩენი ახლა ეს ძიება და შემდეგ სამართლებრივმა პროცესმა უნდა გაარკვიოს, მაგრამ როგორც მინიმუმ საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ვიმეორებ, იმ ვითარებაში, როდესაც თავისუფლება აღკვეთილი არის ქალბატონი მზია ამაღლობელის სილის გაწვნისთვის და ქალბატონი ელენე ხოშტარია ბანერის დაჯღაბნისთვის თავისუფლება აღკვეთილია ქალბატონი ხალხნო და ამ ვითარებაში თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ვითარებაში 2 დღე გასულია და ძიება არ აქვთ დაწყებული და მერე კიდევ ზოგიერთი მეკამათება იმაზე რომ აი თქვენ ვინც აქ ჩემ აქტიურობას თვალყურსადენთ გეცოდინებათ რომ ხშირად ლაპარაკობ იმაზე რომ საქართველოში დემოკრატიის ინდექსის ეკონომისტის სიაში საკმაოდ დაბლა არის დასული და 4.34 მიასადი ქულით ფასდება და 4 ქულის ქვევით უკვე ოფიციალურად ავტორიტარული სახელმწიფოების ჩამონათვალი იწყება იმ სიაში და ამის მერე კიდე ზოგიერთი სუკვირს რომ კი მაგრამ როგორ არისო ასეთი დაბალიო, როგორ არ უნდა იყოს ასეთი დაბალი, როცა ბანერის დაჯღაბნისთვის ქალბატონი თავისუფლება აღკვეთილია, რა მნიშვნელობას ქალბატონი იქნება თუ მამაკაცი იქნება, მაგრამ ქალბატონს მე ხალხს იმიტომ უსვამ რომ მე მახსოვს რომ სანამ ოცნება მოვიდოდა ხელისუფლებაში ხშირად მუსინებდა ეს თემა რომ ესო ქალბატონების დამპატიმრებელი ხელისუფლებაო და ახლა თქვენ წარმოიდგინეთ და ქალბატონი არის დამპატიმრებული ბანერის დაჯღაბნისათვის და სილის გაწვნისათვის. ქალბატონები თქვენ წარმოიდგინეთ და ამ ვითარებაში პარლამენტში რასაც უყურებდი მე გუშინწი ხო აშკარად გავდა ლინჩის წესით გასამართლებას ან ლინჩის წესით გასამართლების მცდელობას, ჯგუფურად ჩაქოლვას ან ჯგუფურად ჩაქოლვის მცდელობას გავდა ის ქმედება და არანაირი ზემოქმედება და ის ხალხი ჩვენ დღეს გვეუბნება რომ ქალბატონ ზია ამაღლობელსა და ქალბატონ ელენე ხოშტარიაზე რომ ის ხალხი ვინც დღეს დუმს იმაზე რომ ძიება არ დაუწყია საქართველოს პროკურატურას გულისხმობ ოცნების არაერთ ლიდერს და ის ქალბატონ ზია ამაღლობელსა და ქალბატონ ელენე ხოშტარიაზე იმ პათოსით ლაპარაკობს რომ არ ჩაედინათო დანაშაულიო, ჩაედინესო დანაშაული და რა ეკნაო სამართალდამცავ ორგანოებსო არ ჩაედინათო. გესმით ხალხნო? ესე იგი გვეუბნებიან რომ არ ჩაედინათ დანაშაულიო და არ დაიჭერდნენო საქართველოში სამართლებრივი დონე იმ დონეზეაო რომ არავის არ ეპატიებას ასჯერიო და ამ დროს 2 დღე გავიდა იმ ჭუბიდან რომელიც აშკარად გავდა ჯგუფურად ჩაქოლვის ან ჯგუფურად ჩაქოლვის მცდელობას და ჯერჯერობით გამოძიება არ აქვს დაწყებული საქართველოს პროკურატურას.